ევროკომისია მოუწოდებს უკრაინას ერთნაირსქესიანი წყვილების უფლებების დაცვას. Როგორ ფიქრობთ, რატომ არის ახლა მათი აზრით მნიშვნელოვანი ეს საკითხი ისეთი ქვეყნისთვის, რომელიც როგორც იმყოფება? ხო, ეს დამოკიდებულება ზოგადად ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით და გახსოვთ, როდესაც საუბრობდით ამ ყველაფერზე, რომ ეს იქნება აუცილებელი წინაპირობა, აუცილებლად მოითხოვენ ამას, მაშინ გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ თითქოს რაღაცებს ვიგონებდით, კილიკობდნენ აღნიშნულთან დაკავშირებით და აგერ ხედავთ ახლა უკრაინა, ხო, რა მდგომარეობაშია, უმძიმესი სიტუაცია არის, ქვეყანა ომშია, დანგრეული, განადგურებული ქალაქები, სოფლები, უამრავი გარდაცვლილი ადამიანი და რა მოთხოვნები აქვთ უკრაინის წინაშე. ხო, წარმოუდგენელია ეს დამოკიდებულება, ჩემთვის პირადად, ჩვენი თანაგუნდებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ვკითხავთ, გიორგი გახარიას პარტიამ დადო ანონსი, რომ ისინი იმყოფებოდნენ ნიუ-იორკის კონფერენციაზე, უფრო შეხვედრები ჰქონდა, მაგრამ ამის არც ერთ დამადასტურებელი ვიდეო მასალა არ უნახავს საზოგადოებას. რატომ აუცილებელი ასე დეზინფორმაციას და ის ხომ არა ტყუილი გიორგი გახარიას მიერ კიდევ ერთი? არ ვიცი, ვერაფერს ვერ გეტყვით, მე ინფორმაცია არ მაქვს აღნიშნულთან დაკავშირებით, როგორც თქვენ საუბრობთ, არც მე არ მინახავს კადრები ან რაიმე ფოტომასალა ან ვიდეო მასალა. ამიტომ გამიჭირდება რაიმე შეფასება გავაკეთო, ან რომ ყოფილიყო რა ვიცი, რა არის ამაში რაღაც ესეთი წარმოუდგენელი. და მოსაუბრებლად არა ამ პარტიის ლიდერის მიერ ტყუილი კიდევ ერთხელ. ხო, ტყუილებს რაც შეეხება, ზოგადად დამახასიათებელია მათთვის, ამ კონკრეტულ შემთხვევას რაც შეეხება, არ მინდა რაღაც ისე გამომივიდეს, იმიტომ როგორც გითხარით, არ მინახავს არც ვიდეო მასალა, არც ფოტო მასალა მათ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ვერაფერს ვერ ვიტყვი. აქ ვიჩაგეკითხებით, ანუ დღემდე არის საჯაროებენ ისინი კონკრეტულად ვიშობთ გიორგი გახარია და კონკრეტის კითხვებზე საპასუხოდ შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენი ტელეკომპანიის თანამშრომლებს. მათი ეს პოზიცია ერთის მხრივ რო არასაჯაროებენ და მეორეს მხრიდან დასხრვა ჟურნალისტებს. შეიძლება რეალურად არანაირი შეხვედრა არ იყო, არ ვიცი, ხა თუ რაიმე შეხვედრები იყო, ამის გამოდასტურებელი მასალებიც უნდა იყოს, ხო? ამიტომ ვერ გეტყვით. გურამ ლოგავამ დატოვა ტელეკომპანია ფორმულა და განაცხადა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას ნებისმიერი გზით გააგრძელებს. შალვა ბაბაშვილი გამოთქმა, როგორც იქ და აღნიშნა, რომ ეს არის აღიარება, რომ ის ჟურნალისტიკის დაცვად ემსახურებოდა პროპაგანდას. თქვენ როგორ შეეხება? ჩვენ ხო ვიცით ეგ ყველაფერი როგორ მუშაობს, საიდან იმართება, ვინ აფინანსებს, რა ინტერესებს ემსახურებიან ეს ადამიანები. მე ვფიქრობ, საზოგადოებამ ძალიან კარგად გაანალიზა ყველაფერი, ძალიან კარგად ხედავს თუ რა პროცესები მიდის, საიდან იმართება, ვინ არის ამ ყველაფრის დამფინანსებელი. ის პროპაგანდა, რასაც ვისმენთ ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში, ბოლო თვეების განმავლობაში, ყველამ კარგად ვიცით თუ რას ემსახურება. ერთი ვიცით ძალიან კარგად, რომ არ ემსახურება ქვეყნის ინტერესს, არ ემსახურება ქართულ ხალხს. მათ აქვთ თავიანთი დამოკიდებულება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, აქვთ სურვილი, რომ ჩვენი ქვეყანა გამოყენებული იყოს სხვადასხვა მიმართულებით, მათი ინტერესების გასატარებლად და მათი ინტერესების დასაცავად და ისინი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს იყენებს სხვადასხვა მეთოდებით. ეს შეიძლება იყოს პროვოკაციული ქმედებები, შეიძლება იყოს მედიის წარმომადგენლები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზე საუბრობენ, ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას, შეიძლება იყოს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, რომლებიც დაფინანსებას გარედან იღებენ და კონკრეტული დავალებები აქვს, რა უნდა გააკეთონ ქვეყნის წინააღმდეგ და ასე შემდეგ. ბატონ კახერცაც კითხავს, პარიზის სააპელაციო სასამართლომ დროებით შეაჩერა $400 მილიონი გადახდის ვალდებულება. მან დააკმაყოფილა ქართული მხარის შუამდგომლობა და ამ გადმოსახედიდან რო გითხრათ, რამდენად საზიანო იყო $400 მილიონი გადახდის ვალდებულება შეაჩერა დროებით პარიზის სააპელაციო სასამართლომ ნამახვან ჰესის საქმეზე. ამ გადმოსახედიდან რამდენად საზიანო იყო პროტესტი ქართული ეკონომიკისთვის, რომელიც მოყვა ჰესის მშენებლობას და ამავდროულად იყო თუ არა ეს დივერსია საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობის. ნახეთ, ჩვენი ქვეყანა მდიდარია თავისი ბუნებრივი რესურსებით. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ რაციონალურად. ეს რესურსები უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის საკეთილდღეოდ. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესი შედის ენერგეტიკული თვალსაზრისით, ელექტროენერგიის თვალსაზრისით საქართველოს იყოს დამოუკიდებელი ქვეყანა.
და მეტიც შევძლოთ საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის გატანა ექსპორტზე თურქეთში, თურქეთის გავლით ევროპულ ქვეყნებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და რა ვიცი, მე მგონი ყველა დამეთანხმება იმაში, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა ელექტროენერგიის თვალსაზრისით არ იყოს ვინმეზე დამოკიდებული. დღეს საიდან ვიღებთ ელექტროენერგიის დიდ ნაწილს? ერთი გავუმუშავებთ ჩვენ თვითონ და განსაკუთრებით ზამთრის თვეებში და არა მხოლოდ უკვე ზამთრის თვეებში, იმდენად არის გაზრდილი ელექტროენერგია, შემოგვაქვს რუსეთიდან, შემოგვაქვს აზერბაიჯანიდან და მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს უდიდესი შესაძლებლობა იმისა, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ამ ქვეყნებზე და ვქონდეს ჩვენი საკუთარი ელექტროენერგია საკმარისი და მეტიც შევძლოთ გაყიდვა ექსპორტზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ისეთი პროექტების განხორციელება, როგორიც არის ნამახვანხესი, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ხელს უწყობს. და მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული ჯგუფები ეწინააღმდეგება ასეთი პროექტების განხორციელებას, ეს რა თქმა უნდა არის ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები. ისიც ძალიან კარგად ვიცით, თუ საიდან იმართებიან ეს ადამიანები, ვის ინტერესებში შედის ადამიანმა რო დასვას შეკითხვა, ხო, ვის ინტერესში შედის ის, რომ ქვეყანა იყოს დამოკიდებული თუნდაც ელექტროენერგიის თვალსაზრისით მეზობელ ქვეყნებზე, ხო? მე მგონი ყველაფერი ცხადი და ნათელია და კატეგორიულად მიუღებელია ეს დამოკიდებულება, თვითონ რაღაც არასამთავრობო სექტორი გვახსოვს ჩვენ ენერგეტიკის მინისტრი რო ვიყავი, ძალიან ხშირად აპროტესტებდნენ ხოლმე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას, იმიტომ რომ ისინი გარედან ფინანსდებოდნენ და რა თქმა უნდა მათი სურვილი იყო, ამაში თანხებს იღებდნენ, რომ ქვეყანა დამოკიდებული ყოფილიყო მეზობელ ქვეყნებზე და მეზობელი ქვეყნებიდან ეყიდა ელექტროენერგია. ლელო ემიჯნება ოპოზიციას სხვა ოპოზიციურ პარტიებს და ამბობს, რომ ის ცალკე სუბიექტად განაგრძობს პოლიტიკურ მოღვაწეობას. ლელოზეა საუბარი. მიზეზი რა შეიძლება? არ ვიცი, ვერ გეტყვით, ნამდვილად არა მაქვს იმის სურვილი ხელ ლელოზე ვისაუბრო. ზოგადად არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ როგორ გამოვა. ცალ-ცალკე იქნებიან, ერთიან პლატფორმაზე იქნებიან, ჩვენ ხო ბევრჯერ ვნახეთ შეკრებილები, დაშლილებიც, არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. როდესაც შენ არ ემსახურები შენს ქვეყანას, არ იცავ შენი ქვეყნის ინტერესს, რა თქმა უნდა, არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვს. ყოველთვის განწერული ხარ მარცხისთვის, წაგებისთვის და შედეგებით სახეზეა ვხედავთ ხალხის დამოკიდებულებას ამ პოლიტიკური პარტიების მიმართ. სოციალური დაუსრულების დახმარებაზე კითხავთ ბატონო კახა. დღეს მოვისმინეთ სარჯულოძის ბრიფინგი, აღმოჩნდა რომ ამ სიაში ყოფილად შეძლებული ადამიანები, ისეთები, ვისაც 2025 წელს გამოშვებული მანქანაური სახლში და არის დიდი შენაძენები ქონებათ. ვინ იღებს პასუხისმგებლობას თუ მართლა ასე ხდებოდა და სოციალურ დახმარებას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახმარებას იღებდნენ ადამიანები, ვინც ამას არ იმსახურებდა, იმიტომ რომ ზუსტად ამ სისტემაზე წლებია მკვლევარები ოპოზიცია საუბრობს, რომ გამოიყენება პარტიული მიზნებით და ხელისუფლების ხელში არის ბერკეტი აკონტროლოს ღარიბი ფენა, კონკრეტული ფენა. ნახეთ, ყოველთვის სპეკულაციები, ყოველთვის სიცრუე, როდესაც საქმე ეხება კონკრეტული მიმართულების გაჯანსაღებას, რეფორმის განხორციელებას, მაშინვე ყოველთვის ხართ წინააღმდეგები. ყოველთვის სპეკულაციები, იგივე იყო ფასებთან დაკავშირებით, იგივე ნებისმიერი მიმართულება ავიღოთ, სადაც გამოდის ხელისუფლება და ამბობს, რომ არის გარკვეული ცვლილებები საჭირო, რეფორმა საჭირო, მაშინვე გამოდიხართ და ვისმენთ სიცრუეს. დღეს აღმოაჩინეთ რაც შეეხება სოციალ და თქვენი საუბრეთ და მე დაგისმენთ შეკითხვას. არ მაცდანაშაულებთ და მე კითხვაზე პასუხი გადანაშაულებთ, იმიტომ რომ არაერთი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, სადაც ლიტვებით, სრულობთ, არასწორ ინფორმაციას ავრცელებთ, სასამართლოც გაქვთ აგებული ჩემთან. ეხლა რაც შეეხება სოციალურ დაუცველების საკითხს. ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმის განხორციელება, მე ამას მივესალმები. ბევრჯერ მithქვამს მთავრობის თომაზეც, შეგიძლიათ ამოიღოთ ჩემი მიმართვები, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკურად წინ მიდის, სამწუხაროდ ჯერ კიდევ არსებობს ოჯახები, ადამიანები, ვისაც ჭირდება ჩვენი თანადგომა, ხარდაჭერა და ვიდრე არსებობს ასეთი ოჯახები, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვალდებულია ყველაფერი გააკეთოს, გვერდით დაუდგეს ამ ადამიანებს, დაეხმაროს, ეს იქნება სხვადასხვა
პროგრამების სახით, ჯანდაცვის მიმართულებით, სოციალური მიმართულებით. ეს განცხადება, რაც ჩვენ მოვისმინეთ ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს, რომ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები მივცეთ იმ ოჯახებს, იმ ადამიანებს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს და ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენი დახმარება. მე მახსოვს პანდემიის პერიოდში დახმარებების თვალსაზრისით, როდესაც იქნა გადაწყვეტილება მიღებული, ეს იყო სწორი, მაგრამ დღეს განსხვავებული მოცემულობაა. ქვეყანა წინ მიდის, ეკონომიკურად ვითარდება, უფრო მეტი შესაძლებლობებია, შესაბამისად უნდა მოხდეს სოციალურად დაუცველი ბაზის გადახედვა. ვინ არის ამ ბაზაში? შეიძლება ვიღაცა ისეთი ადამიანი იყოს, რომელიც არ უნდა იყოს, ეს ყველაფერი უნდა გასწორდეს. ეს ადამიანები ამ კიდევ ერთხელ მეორედ ნახეთ, მაგას გეუბნებით, რომ პანდემიის პერიოდში მოხდა ბევრი ისეთი ადამიანი, ვისაც სახელმწიფო ეხმარებოდა იმ რთულ პერიოდში, რომელიც იყო ძალიან მძიმე. შესაბამისად, ამის შემდეგ მე როგორც ვიცი, არ მომხდარა აღნიშნული ბაზის გაჯანსაღება, გადახედვა და ამიტომ აღნიშნული განცხადება, რაც ჩვენ მოვისმინეთ, რაზეც თავად მინისტრმაც ისაუბრა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ უარყოფთ, რომ სოციალური დახმარება გამოიყენებოდა მისი დანიშვნა მოხსნის საკითხი პარტიული. რა თქმა უნდა, უარყოფდა ამაზე პასუხისმგებელი. ეს არის სიცრუე და ტყუილი. შვედეთზე უნდა გკითხოთ, ისინი ითხოვენ ქართული ოცნების და ბიზნა ივანიშვილის სამქცირებას, ეს საკითხი დადგა დღეს წესრიგში. თქვენი პასუხი რა არის? შვედეთი თუ ითხოვს, მაშინ დავიშალოთ. შვედეთი ფაქტია, რომ აყენებს ამ მოთხოვნას. თქვენთვის არ არის მნიშვნელოვანი ევროპული სახელმწიფოები, რაზე საუბრობენ? აი, გვაქვს ამ სერიოზული შეკითხვები. ასევე უნდა გკითხოთ სეზარ სუბარის განცხადებაზე. მან პარლამენტში საუბრა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ამბობს, რომ პროცესი მიესალმება, მაგრამ გაჩნდა პრობლემა იმის, რომ მუნიციპალიტეტებმა შეაჩერეს პროექტები და ვეღარ იღებენ მერები გადაწყვეტილებას. ხომ არ დადგა თბილისის მერიაში იგივე პრობლემა ამ კორუფციასთან თქვენი ბრძოლის პირობებში და აი სუსხავი ეფექტი ხომ არ ქონია გარკვეულ. თქვენ როგორ ხედავთ, აბა? ყოველდღე ჩემთან ერთად დადიხართ, ყოველდღე აშუქებთ. არ სამუშაოებს რასაც ვაკეთებთ, იმათ არ აშუქებთ. ეგ არ გაინტერესებთ თქვენ. ეხლა გეკითხებით, როგორც ადამიანს, შეუძლებლად, რომელიც ჩემთან ერთად დადის. გამგებლები იღებენ თუ არა დამოუკიდებლად რაიონული გამგეობა ასრულებს, რაიონული გამგეობა ასრულებს აღნიშნულ პროექტს. რამდენიმე დღის წინაც ვიყავით იქაც, ადგილობრივი რაიონული გამგეობა ასრულებდა პროექტს. საბოლოოდ მე მგონი კითხვები არ არსებობს თბილისთან დაკავშირებით, იმიტომ რომ იმდენი რამე გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში. იმდენი კეთდება და სამომავლოდაც იმდენად მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს, რომ არ ვიცი ხა ბოლო წლების განმავლობაში არ ვიცი. ანუ რეგიონებში თუ გაჩნდა ეს პრობლემა, ლოგიკურად გუჩნდება კითხვები და ქალაქში ხომ არ დადგა ეს საკითხი. თქვენ ამბობთ, რომ თბილისში ეს პრობლემა არ დგას, რომ გამგებლებმა მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილება. გცემთ პასუხს თქვენს დასმულ შეკითხვაზე. შვედეთს რომ სერიოზულად მიუბრუნდეთ თუ შეიძლება. ვერ მიუბრუნდები შვედეთს ვერ. ნახეთ, როდესაც ევროპული სახელმწიფო ითხოვს თქვენი ხელისუფლების სანქციებს. ბიჭები სად არიან ჩავიწერეთ.